Ხომაცვია 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაისური. ეგ ჩემპიონატი არ მახსოვს. მახსოვს მხოლოდ მესის დებიუტი და რაღაც მომენტში უბრალოდ მივხვდი, რომ არ იყო ისეთი, როგორებიც იყვნენ სხვები. როცა 6 წელს ვიყავი 5 წლის და მე უკვე 0-0 ასაკი მომატებოდა, მე უფრო ვინტერესდებოდი ფეხბურთითაც, მაგრამ აი რომ მივხვდი, რომ ჩემი სპორტი იყო, ეგ იყო 2010 წლის ფინალში და იყო ინიესტას გოლით. იცი რა არის 2010-ში ეგეთი ძლიერი გრძნობა არ მქონდა ამ სპორტის მისამართით. ანუ 2010-ში ტელევიზორში იყო ჩართული, მომწონდა, რასაც უყურებდი და აი ფინალი იყო ეგ, რომ ვიგრძენი, რომ რაღაც საჩემო იყო. ალბათ პირველი ჩემი მუნდიალი იქნებოდა, რომელიც ესე მახსოვს 2014 წლის. 2014-ში ვიყავი 13 წლის. და ძალიან დიდი გულისწყობა მქონდა გერმანიის ნაკრების მისამართით და მაგან კიდე განაპირობა ის, რომ აი ზოგადად მსოფლიო ჩემპიონატს რო უყურებდი ბავშვობაში, ქვეყნების მისამართით რაღაცები, დამოკიდებულებები მიჩნდებოდა ხოლმე და გერმანიის მისამართით მქონდა ეგ დამოკიდებულება, რომ არა მარტო ის, რომ თვითონ საფეხბურთო ნაკრები მაღიზიანებდა და ზოგადად ქვეყნის მისამართით მქონდა მიუღებლობა და ძალიან დიდხანს ვამბობდი, რომ აი გერმანიაში არ წავალ. მე 2018 წელს უკვე საფრანგეთმა გადაიბარა სტატუსი. Kylian dictador, Kylian Mbappé, Kylian dictador. დავიბრალებ, რომ ვარ არგენტინის ნაკრების გულშემატკივარი. მე ვარ ძალიან მიკერძებულად. ეს რაღაცა არ მithქვამს ალბათ, რავი, 10 წელია, მაგრამ მე ვარ მესის ფანი. ნაკრებებში ესე ყოველთვის მეორე ადგილას იყო ხოლმე ჩემთვის ესპანეთი, თუმცა ანუ ყოველთვის იყო ხოლმე უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის, რომ მესის მოეგო მსოფლიო ვიდრე ესპანეთს. და აი ესპანეთის მერე უკვე მოდიოდა ხოლმე 2014 წელს ეგ იყო ბრაზილია, იმიტომ რომ ნეიმარი მიყვარდა ძალიან და დღემდე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულის ტკივილია ნეიმარის ბედი ფეხბურთში. წლევანდელ მუნდიალზე გაუცილებლად იქნება ყავა. მაგრამ ზოგადად როდესაც ადეკვატურ დროს არის ხოლმე თამაშები. ალბათ მეგობრებთან ერთად შეკრება და ისეთ მეგობრებთან, ვინცთანაც რაღაც ფეხბურთი მაკავშირებს და ეს მეგობრები ხანდახან ისეთი მეგობრები არიან ხოლმე, რომლებსაც აი ესე ყოველდღიურ რეჟიმში არ ვნახულობ, მაგრამ მუნდიალი როცა მოდის, რაღაც ტრადიციასავით არის, რომ ერთად ვუყუროთ. კი აი დღეს თუ მესი გაიტანს რაღაცა ისტორიას ვისწავლი უკეთესად, აი ეგეთ რაღაცას წერდი ხოლმე და არ შემისრულებია ეგეთი რაღაცები, მაგრამ მახსოვს, რომ 2022 წლის მუნდიალის მერე აი გერმანიაზე დიდი ტრამვა არ ვიცი, არაფერი. ხო, ნუ სამჯერ ვუყურე იმას, რომ გერმანიამ გამოაგდო არგენტინის ნაკრები. და 2018 იყო უკვე საფრანგეთი, მაგრამ 2018-ში რაღაცაერთ მე მაინც რაღაც შინაგანად დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ბოლო მუნდიალი არ იყო მესის და ამიტომ მე მგონია, რომ არ უხდება არასწორი აუდიტორია რა, ვინც იმდენად აღტაცებული და აღფრთოვანებული არ არის ამ მოვლენით, რამდენადაც უნდა იყო აღტაცებული და აღფრთოვანებული და ეხლა სადაც ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი, მგონია, რომ არ არის საფეხბურთო ქვეყანა. და რახან საფეხბურთო ქვეყანა არ არის, თამაშებსაც ეტყობა და რაღაც ზედმეტი შესვენებები, რაზეც ვანდაიკმა უკვე ილაპარაკა ჩემს უკეთესად. ხო, აი ეგეთი რაღაცები არ მომწონს რა, იმიტომ რომ ნუიც დიდი ხანია ფეხბურთს უყურებს, ჩემზე ბევრად მეტი ხანით მათთვის რაღაც ჩვენთვის რაღაც სხვა სული აქვს რა და რავი ფეხბურთის დროს შანტებიც უნდა იყოს, გულშემატკივრობაც უნდა იყოს, გულშემატკივრებისთვის თამაშზე დასწრების შესაძლებლობაც უნდა იყოს. ხო და მე ურჩევდი FIFA-ს. რომ უკეთესად შერჩიო ხოლმე
ქვეყნები, სადაც ჩაატარებენ მუნდიალს.